მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ჩვენ ვიმყოფებით ონლაინ გამოცემა ბათუმელები ტრადიციულად აჭარის მთავრობის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია იმართება უკვე 157 დღეა. მოქალაქეები აპროტესტებენ ქვეყანაში რუსულ რეჟიმს, ქართული ოცნების არალეგიტიმურ მმართველობას და ასევე მოქალაქეები მოითხოვენ ახალ არჩევნებს, ოღონდ სამართლიან გარემოში ჩატარებულს და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ალბათ ინფორმირებული ხართ, რომ ამ დროისთვის ქართული ოცნების რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება 50-მდე პატიმარი, პოლიტპატიმარი და ბუნებრივია მოქალაქეები, რომლებიც აქ იკრიბებიან ყოველ საღამოს, მეოთხე თვეა უკვე, მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. ამ პოლიტპატიმრებიდან დღეს მაგალითად 8 უკანონო პატიმარის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა თბილისში. მათ შორის ვიაცეცხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ეს სასამართლო პროცესები ალბათ სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება. გარდა ამისა, დღეს სანქცირებულმა მოსამართლეებმა აღდგომის დღეს დაკავებულ ორ პირს კობა ჩაგუნავარი სანქცირებული მოსამართლე, რომელმაც აღდგომის დღეს დაკავებულ ლევან ზაძაძეს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ასევე სანქცირებულმა მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა დავით გუნაშვილი 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ასევე ქართული ოცნების რეჟიმს დაქვემდებარებული პოლიცია აგრძელებს საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დაჯარიმებას, ეგრეთ წოდებული გზის გადაკვეტვის საბაბით. თუმცა თუნდაც პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციებიდანაც ჩანს, რომ რეალურად პოლიცია აჯარიმებს ადამიანებს არაფრის გამო. შაბლონური ოქმები იყო დღეს გამოქვეყნებული, სადაც ეწერა მაგალითად, რომ ადამიანები დააჯარიმეს იმის გამო, რომ მათ ავტომანქანით გადაკეტეს გზა. და ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანებმა განაცხადეს, რომ საერთოდ არ ყავთ ავტომობილი და ბუნებრივია ისინი ვერ გადაკეტავდნენ გზას. აი ასეთი ცრუ ოქმები და ცრუ ბრალდებებით ისმის საპროტესტო აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ასე ცდილობენ, რომ გადახორციელონ ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც იცავენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავიანთ უფლებებს ამ ქვეყანაში. ასევე დღევანდელი ინფორმაციით სიახლე იყო ის, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ალბი კორძაიამ განაცხადა, რომ ის დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მას ედავებიან იმას, რომ თეატრულუკიანს თურმე შეურაცხყოფა მიაყენა, ალბათ სოციალურ ქსელზეა საუბარი და აი ამის გამო დაიბარეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე. აი ასეთი რეპრესიული მეთოდებით და მექანიზმებით ცდილობს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ გავლენა მოახდინოს საპროტესტო პროცესზე. ასევე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, რადგან ალბათ ვინც თვალს ადევნებთ ახალ ამბებს, ინფორმირებული იქნებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებია ქართული ოცნების წარმომადგენლები აქტიურად ეწევიან ვიზა ლიბერალიზაციის დისკრედიტაციის პროცესს, რომ თითქოს ვიზა ლიბერალიზაცია არაფერს არ ნიშნავს და ლამის პატრიოტიზმის და რაღაც სუვერენიტეტის საპირწონედ დააყენეს ეს საკითხი. თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, რომ არჩევნებამდე პირიქით ქართული ოცნება თავს იწონებდა იმით, რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მიიღო ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და ამით თითქოს ისინი ხას უსვამდნენ იმას, რომ დაინტერესებული იყვნენ ევროინტეგრაციის პროცესის, თუმცა არჩევნების შემდეგ რაც გააკეთეს, ყველასთვის ნათელია. მათ განაცხადეს, რომ საერთოდ წყვეტენ ევროკავშირთან ევროინტეგრაციის პროცესს, მოლაპარაკებების გახსნის პროცესს და ამას მოყვა ის მასობრივი პროტესტები, რომელსაც 4 თვეა ქვეყანაში ვხედავთ და აი ამ პროტესტის ერთ-ერთი ღამეა კიდევ საქართველოში, როდესაც
მოქალაქეები მოითხოვენ, რომ არ უნდა შეწყდეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დათმოს ძალაუფლება, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში, დემოკრატიულ სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს ხალხი და საზოგადოება. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საუბრობდით და მან თქვა, რომ მან დღეს განაცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის თემა რეჟიმის მიერ გამოყენებულია როგორც დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი დააგრჩებათ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და ევროპული დედაქალაქებიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, ამბობდა ზურაბიშვილი, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც ისინი წუხან, ანუ ქართული ოცნება არ წუხს ამ საკითხზე. ეს არის ოცნების მიზანი და პირდაპირი გაგრძელება 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის. და ამის მიზანი არის მაგალითად საქართველოს სრული იზოლაცია ევროკავშირისგან, ევროპული სამყაროსგან და რომ ცდილობს ქართული ოცნება მიაჩვიოს, რეჟიმი ცდილობს მიაჩვიოს ხალხი იმ მომავალს, რომელიც იქნება შეიძლება კონდეს იზოლაციაში და აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე ალბათ ყველასთვის ნათელი იქნება, როგორი შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მომავალი სრულ იზოლაციაში და ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ. ჩვენ შევეცდებით, რომ აქ მყოფ ადამიანებს გავესაუბროთ ამ საკითხზე, მოვისმინოთ მათი აზრი. მახას ბათუმელების ლაივში ხედავ. ნინია კაკაბაძესაც ხედავთ, აქ დღეს არის ბათუმში ჩამოსული. შევეცდებით, რომ მისი მოსაზრება მოვისმინოთ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც ვისმენთ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომ გარდა იმისა, რომ გმირობის და თავდადების გაუფასურებას ცდილობენ მთელი ერთი თვეა ოცნების წარმომადგენლები, ახლა დაიწყეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დაკნინება, რომ თითქოს ეს არც არაფერს არ ნიშნავს ამ ქვეყნისთვის და რა შეგიძლია თქვათ ამ ყველაფერზე. საპირწონეთ რაღაც დააყენეს თითქოს დამოუკიდებლობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ვიზა ლიბერალიზაციაო და სინამდვილეში დამოუკიდებლობა არის ვიზა ლიბერალიზაციაც და ევროპაში ინტეგრაციაც ერთი და იგივე რო არის. თავის დროზე რატო დაუჭირეს მაშინ ხარი თუ ეს საპირწონე იყო? ვიცი, მაგრამ მე სულ მიყვეს, რომ ოცნების ამომრჩეველი, ესე იგი, როგორ დავიჯერო, რომ იმდენად არის ამ პროპაგანდის მსხვერპლი, რომ ვერ ხვდება საით მივექანებით, რომ ჩვენ მართლაც მონობისკენ მივექანებით, ისევ და ისევ მივექანებით. აი ამ რაღაცა დიდი ოლიგარქი სახელმწიფოების მონობაში, რუსეთი, ჩინეთი, პატარა ეს აზერბაიჯანი, ანუ აი ასეთ ქვეყნებთან და სახელმწიფოებთან გვექნება მჭიდრო კავშირი, სადაც არ არის არანაირი დემოკრატია, ადამიანის უფლებები არის ბოლომდე განადგურებული და ფერხოშ გათელილი, ქვეყნები, სადაც ასობით ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი არის ყველა ამ ქვეყანაში და ჩვენც უკვე მოახლოვდებით ამ რეალობას. და ძალიან მიყვირს ისე და ისე ვამბობთ, ქართულმა ოცნებამ თვითონ ძალიან კარგად იცის, სად მიყავს ეს ქვეყანა, მაგრამ რას ფიქრობთ მისი ამომრჩეველი, რომელიც დღეს ჩუმად არის და ხმას არ იღებს და პრინციპში მისმა ამომრჩეველმა, ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც დღეს საჯარო უწყებებში არიან მოკალათებული რაღაც ნაწილი, ყველაზე მეტად ისარგებლეს ამ ვიზა ლიბერალიზაციით იმ ღარიბი მოსახლეობისგან განსხვავებით, რომელიც ქართულ ოცნებას ასე რომ ვთქვათ 300 ლარიანი შემწეობებით ყავს დაჭერილი, თითქოს ამ 300 ლარსაც აძლევდეს ივანიშვილი და არა საქართველოს ბიუჯეტი, ხო? ზუსტად და რაც თავია გუშინ ნახე მეგობრებო დღეს იყო სკალაძის განცხადება ასევე ვიზა ლიბერალიზაციაზე რომ არაფერს არ ნიშნავს და რაღაცნაირად უნდა გავაგებინოთ ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერს და ვინც მათ ხმას აძლევს, რომ კახი კალაძე ალბათ ისევ იბლის იმ ევროპაში, მას პრობლემა არ შეექმნება, მისი შვილები ევროკავშირის ქვეყნებში არიან მისი შვილები იქ სწავლიან, თვითონაც იბლის ისევ, ალბათ თუ კი პერსონალურად არ დაასანქცირეს და ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ისე და ისე ჩვეულებრივ ადამიანებზე გადაწყდება, იმ ადამიანებზე, რომლისთვისაც მართლა გაიხსნა ეს გზა. მათთვის იკეთება სწორედ ეს გზა. და არ
არ ვიცი ხო რაღაცნაირად პრინციპში ივანიშვილმა ერთხელ სინანული თქვა რომ კარგი იყო რომ ჩაკეტილ სამყაროში ცხოვრობდნენ ადამიანები და რა ცუდია რომ გაიხსნაო ანუ იგივე სუპირებს სრულ ჩაკეტვას ამ ქვეყანას. სამწუხაროდ ეს არის. აი როგორც სამწუხაროდ პატრიარქსაც აქვს ნათქვამი სიტყვები რომ ბევრი წიგნის კითხვა არ არის საჭირო. აი როგორც ეკლესიას თქვათ არ უნდა განათლებული ადამიანი, იმიტომ რომ განათლებელი ადამიანი ნაკლებ კითხვას უვალს და პირდაპირ უფრო ადვილად იღებს იმას, რასაც თქვას თავადაც, ზუსტად იგივე არის სახელმწიფო, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც არ უნდა ცოდნე ნასწავლი განათლებული ადამიანი და უნდა ყავდეს გამოკეტილი ესე მაშინ გალიაში და ყავდეს მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იყოს იმისათვის რომ ივანიშვილმა კიდევ ძალიან ბევრი რაღაცები ააშენოს, ქალაქები გააშენოს, ხეები ჩამოიყვანოს. არ ვიცი ის ხო მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ეს უტრირების გარეშე როგორც თავის რაღაცა ბაღი თუ ბაღჩა თუ ბოსტანი თუ რაღაც არის საქართველოსაც უნდა რომ კარგად გაერთოს რაღაცები. ფაქტია რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით დაინტერესებულია რუსეთი და ოცნება, ხო? როგორ ფიქრობ, მაინც როგორი შეიძლება იყოს ამაზე ევროკავშირის პასუხი? არ ვიცი. როგორი შეიძლება იყოს და მართლა არ ვიცი, ეს ის შემთხვევა არის, რომ არ ვიცი მართლა რა არის უკეთესი, რომ შეაჩერონ ქვეყნისთვის და ქვეყნის მომავლისთვის, რომ ჩვენთვის ყოველთვის რომ ბევრად უარესი არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეგვიჩერებენ ცხადია, მაგრამ აი არ ვიცი სად არის გამოსავალი, როგორ მოიქცნენ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ მგონია რომ ეს საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის უარესი შედეგის მომტანი იქნება, იმიტომ რომ მართლა როდესაც ჩაიკეტება საზღვრები და მართლა ქართლის არსად საქართველოს მოქალაქეს წასასვლელი იქნება ძირითადად აი დუბაი იქნება ალბათ ყველაზე დემოკრატიული სამყარო, სადაც შეიძლება გავახციოთ, იმიტომ რომ დანარჩენი იქნება სულ ესეთი ტოტალიტარული ავტოკრატიის სახელმწიფოები, სადაც ჩვენ ვივლით, საიდანაც ჩვენ ვერასოდეს ვერ ვისწავლით ვერც დემოკრატიას, ვერც ადამიანის უფლებებს, ვერც წესიერ განათლებას ვერ მივიღებთ და ალბათ ვერც გამდირდება საშუალო ფენა, რასაც ქვიან დაბალი ფენა. და პირიქით, საშუალო და დაბალი ფენა კიდევ უფრო გაღარიბდება, მაგრამ ბევრად და კიდევ უფრო გამდიდრდებიან აი ეს ოლიგარქიული რომელსაც დღეს ისედაც არის ეგრეთ წოდებული ოლიგარქები და აი ეს მსხვილი ბიზნესმენები, რომელიც ქვეყანაში არის. არ ვიცი, რაღაცა სულ მინდა ყველა შევახსენო, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ხედავს ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და მაინც ჯერ კიდევ ჩუმად არის რაღაცას უხილდება და მინდა შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ დღეს ესეთი სახელმწიფოები, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფოები სწორედ აი ესეთ ადამიანებზე დგას პირველ რიგში, ვინც ჩუმად არის და ამიტომ ყველასთან ვთხოვ, რომ ნუ გაჩუმდებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ყველას მომავალია ჩვენს ხელში. მადლობა ნინია, ნინე კაკამაძე გვიზიარებდა თავის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ბათუმელების ლაივში მინდა გესაუბროთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. ხალბატონო ნანა, როგორც პედაგოგი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რა სიკეთეს ხედავთ ვიზა ლიბერალიზაციაში და რატომ დაიწყო თქვენი აზრით ასე აქტიურად გაუფასურება აი ამ მართლა მნიშვნელოვანი მონაპოვრისთვის ამ ქვეყნისთვის, ხო, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის? რა მიზანი აქვს? ძალიან ემოციურად ვარ ამ საკითხის მიმართ, იმდენად ემოციურად, რომ რამდენიმე დღე არ ყოფილა რეაქციაზე და საშინლად გამიცდიდი ვირუსი მქონდა. ეხლა რა ხდება? მე ვფიქრობ, რომ მთავრობა წინასწარ იზღვევებს თავს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მართლაც გარდაუვალი იქნება, ძალიან საწყენი იქნება, ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რა ჩვენ ვიბრძოლებთ, რა ჩვენ ვიცვალებთ, რა ჩვენ ვხედავთ დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრაციას და ნატოს ბლოკში შესვლას და აი ასეთ სიკეთეებს, იმიტომ რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა ჩემი ქვეყნისთვის იქნება ტრაგედია. მე რამდენად უნდა გამოვცადო. წარმოუდგენელი რაღაცა, იმდენად ოპტიმისტი ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ჩემი ქვეყანა რუსეთთან დარჩება აი ასე პირისპირ და თამუნაჭოველიძის 9 აპრილის მსხვერპლთა გიორგი ანწუხელიძის ასეთი ეროვნული გმირების გაუფასურება კიდე ეს ცალკე საკითხია. არ გაუვათ ამათ, მე ასე ვჭირდა. არ გაუვათ, რა შემთხვევაში? თუ
ხალხი იდგება მტკიცედ? რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში და სხვა გამოსავალს ვერ ხედავ ამ წუთებში. გარდა იმისა, რომ ეს არის ვთქვათ მოგზაურობის რაღაც სამყაროს შეცნობის საშუალება, ხო ადამიანი გავიდეს საზღვრებს გარეთ, ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის უცხოეთში ევროკავშირის ქვეყნებში სამკურნალოდ, როცა აქ იმედები აქვთ გადაწურული. ასევე მიდიან რაღაც დროებით სამუშაოებზე და ამის ცდილობენ ოჯახების გადარჩენას, ხო? ეს ყველაფერი ამას თუ იაზრებენ ის ადამიანები მაგალითად, ვინც მაინც ამჯობინებენ ამ ყველაფრის მიუხედავად სადღაც ჩუმად ყოფნას თავისთვის. არის მე მგონი ეს ისეთი ხალხია, კონფორმისტები, რომლებსაც რაღაც შეღავათები აქვთ ამ თავრობისგან. ნუ რაღაცა ალიცი, კომფორტი, რაღაც ნუ ხელფასი ანაზღაურება, როგორც ხედავ ახლა მანდატურები როგორ იქცევიან, სასამართლო პროცესები როგორ მიდის. ეს იმდენად იმაში მაგდებს ხანდახან, მაგრამ სასუწარკვეთილი მაინც არ არის, იმიტომ რომ მაინც მჯერა. აი რა გაძლევთ ოპტიმიზმს? ვერავინ ვერ დააჩოქებს, არ არსებობს მაგი გამორიცხულია. თუნდაც ერთი გიორგი ანწოხელიძის საქციელი მასში რაც მან გააკეთა და ეროვნული გმირის გაბიაბურება რომ არ გამოუვიდა და ეს ფაქტია რომ არ გამოუვიდა. მე მაინც ოპტიმიზმს მაძლევს ის რომ ევროპაც არ მიგვატოვებს, მე ასე მგონია. ის რომ ახლა წინასწარ თავს იზღვევებენ, მე მგონია რომ ანუ ამათ აქვს შიშები რომ შეიძლება შეაჩერონ და ამას გვაჩვევენ. ამას გვაჩვევენ ისი ჭოით. რომ თითქოს მათთვის არაფერს არ არ მგონია ეს რომ მე მაგალითად ჩემი შვილი საფრანგეთში სწავლობს და მე ვიცი რამდენ ადამიანს ეხმარება ვიღაცა რომ დაურეკავს და უნდა იქ რაღაცა რომელ სამავთყოფოს მიაკითხოს რაც გააკეთოს და ყავს ახლობელი რომელმაც 3 წელი იცოცხლა ონკოლოგიის მეოთხე სტადიით რო წავიდა პარიზში და იქ როგორი ყურადღება ჰქონდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ექიმებთან და რანაირად შიდაც წავიდა ამ პროცესიდან ეს მე ვიცი და არა მარტო ეს უამრავი ადამიანი წასული საქართველოსთან სამკურნალოდ განსაკუთრებით საფრანგეთის ძალიან სოციალური ქვეყანა და იქ მაქსიმალური ყურადღება არის გადატანილი აი ონკოპაციენტებზე, რომლებსაც ვერ კურნალობს ის ქვეყნები, სადაც იცდება ჩვენ და ძალიან ბევრი ბავშვი გადარჩა მხოლოდ იმიტომ რომ გააღწია ამ ქვეყნებზე სტატია ვნახე და მე ვიცი ჯერა რომ თურქეთში ძალიან ბევრი ონკოპაციენტია, მე მოსწავლეები ვყავს, რომლებიც თურქეთში კურნალობენ და რა მოხდა იქა? თურქები გაოცებულები კითხულობენ, რატომ არ იკოლებს საქართველოს მთავრობა, რატომ არის ამდენი ონკოპაციენტი ბავშვი საქართველოსთან, მაგალითად თურქეთის კლინიკებში. და რომ არ იყოფილიყო ის ფონდები, რომელიც უამრავჯერ დაეხმარება, ეხლა ეს ფონდებიც აღარაა. მე არ ვიცი, მიუხედავად მაგალითად ევროკავშირი თავის დროზე ითხოვდა, რომ რეგულაციები დაწესებულიყო საკვე პროდუქტებზე, იმპორტზე, ასე შემდეგ, წყალზე, ჰაერზე, ასე შემდეგ მონიტორინგის ითხოვს, ხო? მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორია ურბანული პოლიტიკა. ჩვენ ფაქტობრივად ვრჩებით გამწვანების გარეშე და რეკრეაციული ზონების გარეშე, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ წლები გვიწევდა ბულვარის სივრცეებისთვის ბრძოლა, რომ რაღაც ასე ნაწილ შეგვენარჩუნებინა ეს სიმწვანეები, დღესაც ვხედავთ რა ხდება ქალაქში. ფაქტობრივად კორპუსებმა შთანთქა ეს სიმწვანე და ეს არის ამათი პოლიტიკა რეალურად. ეს კატასტროფა რაც ბათუმში ხდება, მე გეთანხმებით, რომ ეს არის კატასტროფა, ის რომ ბავშვებს აი კლასში როცა შევდივარ, სულ ვეუბნები, აი გაიხსენეთ ძველი გონიჩინური სიბრძნე, ახლა არ მახსენდება, ადამიანი სანამ ცოცხალია. ერთი ხე მაინც უნდა დარგოს, იმიტომ რომ ეს ხე არის ერთადერთი რაც სამყაროს ამდიდრებს ატმოსფერული ჟანგბადი და ჟანგბადის გარეშე რომ სულთან წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი არის ჟანგბადი, ჩვენი ორგანიზმი არის საკვები და ჩვენი ორგანიზმი არის ჰაერი. აბა მითხარით, რომელი გვაქვს დაცული? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ადამიანს აქვს ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, მაგრამ რანაირად, როდესაც ფაქტობრივად მონიტორინგი არაფერზე არ ხდება. აბსოლუტურად არც აერს, ამჯერა რომ სწორი ისა გვაქვს, წყალი მოგეხსენებათ რა სიტუაციაცაა და აი საკვებ პროდუქტებზე ხო საერთოდ რუსული პროდუქტები გადატენილი სუპერმარკეტები ამ ხრივაც უკვე მოაკლდა მომხმარებელს არჩევანის საშუალება, ხო? ევროპული მცირდება და რუსული პროდუქცია არის ძალიან მოჭარბებული. და მაქსიმალურად ვცდილობ არ ვიყიდო რუსული პროდუქტი, მაგრამ როდესაც დაბალია ხელფასები მოგეხსენებათ, მაინც ხანდახან იძულებული ხდები რაღაცა რომ შეავსო ბიუჯეტი, ესეთი რაღაცა გააკეთო. ძალიან დიდი მოდი ვიყოთ ოპტიმისტები რა, არ დაუშვებს მაგას. არც ერთი ქართველი სანამ ცოცხალი არ დაუშვებს, რომ რუსეთთან დარჩეს საქართველოს მარტო. ნამდვილად არა. მე მჯერა. მადლობა ქალბატონო ნანა, რომ დაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე.
შევეცდებით რომ სხვა ადამიანებსაც გავესაუბროთ, თუ კი სურვილი ექნებათ, არ გაქვთ სურვილი ბათუმელებს გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, ქალებს დაველაპარაკები. მეგობრებო, ბათუმელების ლაივში ხართ და გვინდა რომ თქვენი მოსაზრება მოვისმინო აი იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ანტიკამპანია, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ აწარმოებენ ოცნების წარმომადგენლები, რომ თითქოს არაფერს არ ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და თითქოს პატრიოტ ადამიანს არც უნდა კონდეს ამაზე რეაქცია და რაღაც ასეთი საპირწონეების გამოტანა დაიწყეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? რატომ ცდილობენ? იმიტომ ვართ აქ, იმიტომ ვდგევართ, რომ არ ვეთანხმებით არაფერს. ყოველდღე აქ სიარული ახალ ისკულა. როგორ ფიქრობთ, ანუ ივანიშვილმა გადაწყვიტა და რუსეთთან ერთად ალბათ რომ საბოლოოდ მოაქციოს იზოლაციაში ეს ქვეყანა, ეს არის ამის. თქმა უნდა, ეს არის მიზანი. ყველაფერს გვაჩვევენ თანდათან, ყველაფერს გვაჩვევენ, მაგრამ ჩვენ არაფერს არ მივეჩვევით. მეხუთე თვე აქანე ვდგავარ ზამთარ ზაფხულ. და არაფერს დავთმობ. თუ დასათმობი იყო, მაშინ იმ თავიდან დავთმობდით ყველაფერს. რატო უნდა დავთმოთ? დღეს რომ ნახეთ, რატომ აქვს მოლოდინი რომ დავთმობთ? მეოთხე თვეა უკვე მიდის საპროტესტო მე რა ვიცი, ნელ-ნელა შეიძლება ყველაფერი ცვლილედაში მოხდეს და ჩვენაც რაღაცას გაგვიმართოს. მე ასე ვფიქრობ და ისე ვგრძნობ, რომ ბოლო მაინც რაღაცა ჩვენი იქნება და გავიმარჯვებთ და საქართველოს დადგება ფეხზე. არა რუსების პირში და რუსების ხელში ჩავარდნა ყველაფერი გვირჩევნია. იგივე მონები გავხდებით, რაც ვიყავით რამდენი საუკუნის წინ. დღემდე ვიბძვით. დღემდე ქუჩაში დგას ქართველი ხალხი და რა ვიცი, ბოლოს რაღაცა გვეშველება და იქნებ დადგება საშველი, რომ ჩვენს გავიმარჯვოთ. ერთი აღორძინება ჩვენთვინაც იყოს. 12 წელია თავრობაში არიან და რა გააკეთეს. დღესაც იმაზე ბრძოლობენ, რომ სკამები არ დაკარგონ. ხალხიზა, აბა, ქუჩაში რომ დავდივარ, ქუჩაში გავლაც არ მსიამოვნებს ისეთი შეხედულობისაა ჩვენი ქუჩა. გინდა ტროტუარებზე, გინდა ყველგან. ნაგავი, მუსორი, ყველაფერი რომ არის და ადამიანის გასავლელი გზებიც ანუ ინფრასტრუქტურაც მოშლილია. მოშლილია, ყველაფერი აბსოლუტურად არაფერს აღარ აქცევენ ყურადღებას და ხალხი ხომ ცოდვაა, პატრონი თავრობა იმის დაგყავს და ხალხმა აირჩია, რომ ხალხს უნდა გვეპატრონოს. თავრობა პრინციპში დღეს ჩვენ არ ყავს ქვეყანას, ხალხს უნდა გვეპატრონოს. თუ არ გვეპატრონა, რა თქმა ესეთი თავრობა დავდგებით და ვიქნებით რამდენსაც ვიდგებით აქა. უნდა მივახციოთ ჩვენ მიზანს, მეტი გამოსავალი არა. თუ კიდე რუსების ხელში ჩავარდებით, კიდე საუკუნე დაჭირდება ქართველებს, რომ ამერიკელთა დადგეს. ხალბატონო დარჯანი, მე მგონი თქვენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ უცხოეთში, ხო? არა. ჩემი გოგო ისრაელიდან მაგრამ ჩამოსულია. თქვენ ხო, აი თქვენ ფაქტობრივად ყოველდღე დგახართ აქ საპროტესტო აქციაზე და აი ასე რაღაც იცავთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხო? როგორ ფიქრობთ, მიაღწევენ იმას, რომ იზოლაციაში მოაქციონ ეს ქვეყანა საბოლოოდ? დავდგებით მყარად, მაგათაც კი არ ვიქნებით ივაშიმ და ინაშიმ რუსულად რო გამოდის. თუ მყარად ვიქნებით, ვერ დარჩება, იმიტომ რომ უკვე გადააჭარბა ყველაფერს. აი აბსოლუტურად არც დაგვიტოვა ერთი, რომ მოვესალმოთ უბრალოდ ქუჩაში. მისასალმებელიც არ დაიტოვა. პრინციპში არ ჭირდება როგორ ჩანს საქართველოს მოქალაქეების სალამი რეჟიმს. წავიდა საქმე. ისრაელი ომობს. ხო და ჩემი შვილიშვილს კიდე აქედე სინათლის ფულს უხდიდა. ზამთარში გათხოვის ფულს. ხო და დამიგროვდა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა სინათლეს ხარჯავ. აი ჩვენ თავრობა როგორია. ომიდან ეხმარება მის ხალხს და აგი რას აკეთებს. ხო და წამართვენ დახმარება. სოციალური შეგიწყვიტა. სოციალური, რომ შენ სინათლე ბევრი გახო. ამას იკადრებს ადამიანი ისრაელიდან თან წერია. რამდენი ჩაგითვალეს ბევრად ხალბატონო დარეჯან, ანუ არ უნდა მოიხმარო, არ უნდა გაწვე ამას გეუბნება ოცნების ხელისუფლება. წავიდა მდგურად იქ უხდი მაგას, ხო და მე მეშინოდა და არ ხმარობდი ბევრ. კაცი ომობს და მის ხალხს ეხმარება და ამგენმა უკლეჩი რო უწერია გავზარდეთო სოციალური მოვიდეს და ნახოს ჩემ სოციალურს რა უკნა. ხო და რა გაუკეთა ჩემთან რომ იყო 60 მანეთს ღებულობდა და მარტოა გადასული და 50 მანეთი გაუზარდა 200 მანეთიან პენსიაში
ახლა ცოტა გაუძვიდა და ბალი რო გამოვიტანე. ანუ გადასახადები არის გაძვირებული თუ? გაძვირებული 200 მანეთიდან გამოვიტანეთ 1200 ლარი. ხო და თვეში ვიხდი გადასახად ბანკში 50 მანეთს და 22 კაპიკს. კი ბატონო. თან პენსიონერებისთვის მართლაც აბალური სიტუაცია აქ. მირჩენია უკურო ვიყო, მაგრამ მეზობელმა და ამხანაგმა და ნაცნობა გამარჯობა მითხრა და აგენს ვისი იმედი აქვს თუ არ მოწონდა ევროპა და იგი სათებს და ტანსაცმელებს და იმას რატომ ხინდლობე? შვილებს რატომ უშობე? თქვენ არ გაგივათ აქანი არც ევროპა, არც არაფერი. წადით, არავითარი არჩევნები ჩვენ მოგებული გქონდა არჩევნები. წავიდენ, სანამ მართლა ეგ გამწარებული დედები არ აგვრიენ და არ გადაგვიყვანენ ჭკუი და ივანიშვილო შენ ჩაიცვი, შენს ბერასეს როგორც მოიყვანენ, შავები როგორც მემაცვიან, მოქალაქემ ასე გამოხატავს თავის ბრაზ რეჟიმის მიმართ. ემას წევლაც ქეთი ბათუმელების ლაივში ხარ ძალიან მოკლედ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი რა შეიძლება დაემართოს ვიზა ლიბერალიზაციას ანუ შეიძლება ვის ინტერესში შედის თქვენი აზრით ამის შეჩერება აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ ეს არ მოდის ევროპიდან ეს არ შედის ევროპის ინტერესში და არის კრემლის და ოცნების ინტერესი რას ფიქრობთ ამაზე რამდენად დააზარალებს ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში აქამდეც რაღაცებს აგვაპატიებდნენ და რაღაცების უფლებას საშუალებას არ მოგცემდნენ. კიდე მოგცეს შანსი გითხრეს რომ ეს რაღაცები შეასრულებთ თუ ნამდვილად გინდათ რომ ჩვენთან გაწევრიანდეთ. მაგრამ რა თქმა უნდა თუ სახელი არ არის ბუნებრივია არც არაფერს არ შეასრულებთ დარჩები ისევ რაღაც არადემოკრატიულ უსამართლო ქვეყანაში სადაც არც სამართალი არსებობს უსამართლოდ ადამიანებს იჭერენ ეხლაც დაჭერილია რამდენი ადამიანი და ბუნებრივია რომ ესეთი კამიკაძეების და რაღაცნაირი პრინციპში არ ვიცი ალბათ უსვამენ თუ არა ისევ მათივე მხარდამჭერები კითხვას ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხო თუ კი ასეთი დემონიზებულია დასავლეთი ევროპა მაშინ რატომ ცხოვრობს ივანიშვილის შვილი ამერიკაში ხო ალბათ არ მგონია რომ თავის შვილზე მეტად ზრუნავდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე რატომ ცხოვრობენ მისი შვილები საერთოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ ხო არ ვიცი მაინტერესებს თუ აქვთ ამაზე ამდენ დღეს რომ ვიღაცა კითხვებს სვამს ეჭვიეპარება ანუ რაღაცა სხვანაირად უყურებს ის უბრალოდ ქოცი არ არის და ეს ამათ არა აქვთ ეს შეკითხვები ეს აზროვნება სრული სიბნელეა მაპატიონ მაგრამ სხვა კომენტარს უბრალოდ ვერ გავაკეთებ რომ აი ესე როგორი უნდა იყო რომ ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ ხედავდე და მართლა არ გიჩნდებოდეს რაღაც შეკითხვები და აი ეს იცავდე ყოველთვის და ფიქრობდე რომ ეს ყველაფერი ნორმალურია. როდესაც შენ გიხარია 20 ლარს როცა გიმატებენ ხელფას, შენ შვილს ხვალ რა უყიდო რო არიცი და ამ დროს ვიღაცა იქ ერთობა TikTok-ზე და ვირა ბედნიერია, ის რო ბრაზილიაშია, ან ის რო ამერიკაშია და ვიღაცას რო ძალიან ბევრი ფული აქვს, სადაც უნდა იქ წავა და ანუ ამაზეც არ უჩნდებათ პროტესტი რომ მე ვერ ვხედავ რომ ისინი ევროპაში დასავლეთში ბედნიერად გრძნობენ თავს და მას ეუბნებია რომ იზოლაციაში უნდა იცხოვრონ რაღაც რუსულ სამყაროში, დიქტატურაში და რეპრესიებში. არა ეს იცი რა არის თან პარალელურად ეუბნებიან რომ შენი ქვეყნისთვის თავი უნდა გაწირო და ისინი მზად არიან. მაშინ გამოდის რომ ივანიშვილის შვილები არ წირავენ ამ ქვეყნის მომავლისთვის თავს. რა უნდა და არც გაწირავენ არასოდეს პირველი ესენი იქნებიან ვინც გაიქცევიან აქედან რო რა. და პრინციპში გაქცეულებიც არიან და არც არიან. რა თქმა უნდა ჩვენ რამდენი დღეა უკვე მეოთხე თვეა უკვე ეს პროტესტი მიდის ქვეყანაში. როგორ ფიქრობ პრინციპული ადამიანები რა თქმა უნდა დგანან და ჯერათ, მაგრამ ქალბატონ დარეჯანს მაგალითად რომ ქართველი ხალხი არ დაიხევს და არ დათმობს ევროპულ მომავალს, თქვენ რა განწყობა გაქვთ თქვენ თუ ჯერათ ამის? რა თქმა უნდა ჯერა კიდე მინდა რომ ჯეროდეს და სანამ ჯერა აქ ვიდგები და მაქსიმალურად მექნება ის განცდა რომ რაღაცას შეუცვლით ჩვენ ადამიანები ვინც აქვთ გავართ
და ვიცი რაღაც მომენტი დადგება, როდესაც დღეს ვერ გამოდიან უბრალოდ ადამიანები გარეთ და ერთხელ ესენიც გამოვლენ. ჩვენ ვიცი გვახსოვს რამდენი ვართ. შეიძლება ეხლა სისტემატიურად ადამიანებს არ შეუძლიათ აქ დგომა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით სინამდვილეში რამდენიც ვართ. პროტესტი გაცილებით მეტ ადამიანია. ეს თვითონაც იციან და ამიტომ არიან ესე დაგეშილები, იმიტომაც ხალხი ტროტუარებიდან აყავთ უაზრო ჯარიმები, უაზრო დაჭერები. აი აღდგომა დღესაც არ დაინდეს ხო ადამიანები და დააპატიმრეს, დააკავეს მართლა არაფრის გამო. რა თქმა უნდა, ესეც გააგრძელებენ, იმიტომ რომ ფიქრობ რაღაცნაირად აგონიაში არიან ეხლა და ეს აგონიის ნიშნებია, ასეთი. ფიქრობ, რომ ეს აგონიის ნიშნებია. მადლობა ქეთი, თქვენ ხო არ გაქვთ სურვილი, გაგვიზიაროთ ჩვენი მოსაზრება. მაფქევია მაშინ. კი ბატონო. მე სიამოვნებით მოგისმენთ, თქვენ რას ფიქრობთ? აი ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე ამდენი ხანია არის პატიმრობაში, თქვენ ჩაენაცვლეთ მას და მას შემდეგ პრინციპში თქვენ გიჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშა პირველივე დღიდან და არეპუებით ხომ ამ რეჟიმს და იცავთ თქვენს მომავალს. მე ყოველი ჩემი იმას გამოსვლას ვიწყებ ამ სიტყვებით. მე ვარ სოხუმელი. დიახ. და აი ამ დროშის ქვეშ მე სოხუმში 15 ვაჟკაცი მყავს დაღუპული. დიახ. მე ეს 150 დღემდე ვარ აქ ფეხზე ვდგავართ, მაგრამ მე პირადად 37 წლიდან 1997 წლიდან სულ პროტესტში ვარ. და ძალიან აი ყველა ადამიანმა რომ ტვინში უნდა ჩაიბეჭდოს, უნდა ვიცოდეთ 4 რამე, რომ ყველა აბსოლუტურად ყველა რუსეთის მართველის ოცნება იყო გრუზია bez გრუზინ, საქართველოს ქართველების გარეშე. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სოჭა იყო საქართველოს. და არის საქართველოს და რა დღეშიცაა დღეს სოჭი, ისე იქნება საქართველოს. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ საერთოდ გაქრა დედამიწის ზურგიდან უბიხები და აბაზგები. აი ცხოვრობდნენ კავკასიაში ასეთი ერები და ესენი გააქრენ დედამიწიდან. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ქართველები, აი მილიონამდე ქართველი არის მოკლული და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ საბჭოთა რეჟიმის და რუსეთის მილიონამდე ქართველია რა. და სხვათა შორის აქ ზუსტად მაგაზე იყო საუბარი, როცა საუბრობენ მაგალითად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასე შემდეგ, ეს მიღწევადია ყველაზე მეტად ევროკავშირის ფარგლებში თუ საქართველოს იქნება და არა ვთქვათ რუსეთთან პირისპირ, რომელიც ითხოვს რაღაც რეალურად ითხოვს ამ რეგიონების აღიარებას, ასე რომ ვთქვათ, რა და ამზადებს აღიარებას. ეს მონათმორჩილი, აი ჩემი აზრით ხო, ყულფი აქვს ივანიშვილს თავზე გაკეთებული და აგონიაშია, რომ ძალიან ეშინია რუსეთის და იმიტომ აკეთებს ასეთი რაცხეებს. ასეთი მმართველობა არასდროს არ ყოფილა. პირდაპირ მივყავართ, აი თავისი სიცოცხლე და თავისი ფულივი ურჩევნია მთელი საქართველოს. და გეგმაც აქვს რუსეთს დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ გააქრონ საქართველოს, იმიტომ რომ ქართული ერში გენეტიკაში ყოველთვის არსებობდა თავისუფლების ბრძოლა და თაობა არ აღზრდილა საქართველოში ისეთი, რომ ომი და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ გამოევლო. ხო, მაგრამ სამაგეროდ ახლა ქადაგებენ, რომ ბრძოლა არ არის კარგი ტონი და სამშობლოს დაცვა არ არის კარგი ტონი. თავარი იცოცხლო ასე. უკვე იმ გენაია ინჟინერიამ, გენური ინჟინერიამ მიაღწია იმ დონემდე, რომ ყველა ქართველი აი 2000 წლის წინანდელი გამოთქმა რო იყო დაყავი და იბატონეო, აი ყველა გაგვათითო კაცავა და ყოველი ადამიანის ფიქრებში უკვე იზის, რომ მე თუ კარგად ვარ, ჩემი ახლობლები კარგად ვართ, მაშინ ყველაფერი რიგზეა და საერთოდ არ უყვირდებიან საქართველოში რა ხდება და რა დონეზე და რა მომავალისკენ მივდივართ და რა მოგვიწევს წინ და მესმის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. შევეცდებით რომ გავესაუბროთ კიდე სხვა ადამიანებს, ვისაც ექნება სურვილი რომ კიდევ ერთხელ გაგვიზიაროს თავისი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 157 დღეა მოსახლეობა დგას და იცავს თავის ევროპულ მომავალს. ბათუმელების ლაივში ხართ, ვის გინდათ რომ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამ ჯარიმებთან დაკავშირებით, აი მაგალითად
ნიკურაძე, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი უკვე მეოთხედ დააჯარიმეს 5-5000 ლარიანი ჯარიმებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეპრესიული კანონითაც კი ჟურნალისტები არ უნდა დააჯარიმონ წესით. რის მიღწევას ცდილობენ და მნიშვნელობა არ აქვს დღეიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი პირდაპირ რეპრესიული კანონია და არ ეთვალისწინებს არავის. ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმალურად ცდილობენ რომ ხალხი დააშინოს. მაგალითად მე თუ ჟურნალისტს ვაჯარიმებთან ახე, აი ცნობილი პიროვნება და ეს ადამიანი თუ დავაჯარიმებ, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას გიზარდ? არ გამოგიშვით ჩიხიდან ჩაგაროთ. მაგის მკაფიო მაგალითია, მაგალითად ამაღლობელი საქმე ხო? არაფრის გამო, როდესაც მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრი ყოფილა, მაინც ასეთი სილის გაწმის გამო, მართალია სილის გაწვნა არ შეიძლება ერთი მხრივ, მაგრამ მაგრამ ეს არ არის სამართლის დასჯადი, საერთოდ დასჯადიც არ არის, იმიტომ რომ შეურაცხყოფის კატეგორიაში გადის და შეიძლება ძალიან მარტივი ჯარიმით გამოვიდეს ადამიანი. გამოეშოთ, მაგრამ ეს იმის საჩვენებელია, როგორი ჯალათი რეჟიმი ყავს და რას აპირებენ. ამის ცდილობს რომ მე თუ დავში აი ამ უხლი თავისუფალი მედიის წარმომადგენელს თქვენ გაცილებით ადვილად მოგერევით. ამას ეუბნება, მაგრამ ხდება ამას თუნდაც მათი ამომრჩეველი? მათი ამომრჩეველი არის აი ძალიან ბევრი უკვე რასაც ხედავ და რასაც ვატყობ, აი პირდაპირ ტვ-იმედის ნარატივით საუბრობს, რასაც მოისმის იმას ამბობს და მეტი არაფერი არ აღწევდა რაღაცის თქმას რო ეუბნები რომ თუ ეს ასია და რატო არის ცუდი ამიხსენი. ამან თქვა კობახიძემ გამოვიდა ეს და მეტი არაფერი არ აინტერესებს. გასაგებია რომ ესენი პროპაგანდით იკვებებიან, მაგრამ არ უნდათ რომ რეალობაც დაინახო. აი რეალობა მათთვის ის არის რომ მათ არ შეათ ვინმე არ ავიწრებს და თავისთვის არიან. თავისუფლება მათთვის არაფერს ნიშნავს, დემოკრატია განვითარება. თავის ამ რაღაც სხვა საქართველოში ცხოვრობენ, რომელშიც ჩაკეტილები არიან და გამოჩენილი არ დოთ ამ სამყაროდან. და ჩვენ დაგვწინია, რა ვიცი, უსამშობლოს ჩვენ გვეძახიან და აგერ მაგრამ ეს რუსული ნარატივია. რუსეთის მაქებელი კაცი იმარხება 26-ში და იქ სადაც ჯაბაიოსელიანია დაკრძალული, ალბათ ლოგიკურიც არის რომ პირდაპირ ნარატივით მიდივართ რუსეთში, მაგრამ თქმაც არ უნდა. მაინც აღიარ უნდა თქვა, რომ მაინც რუსეთს ემსახურება შეცმოდები ვართ. აჭერებენ თავის ხალხს და რაღაცა ოცნებებს უქმნიან რუსეთი ასეთი და რუსეთი ისეთიაო და რა ვიცი, მაგრამ ნორმალური ადამიანი რომელსაც ოდნავ გააზრების უნარი გააჩნია, უნდა მიხვდეს რუსეთი რომ მტერია. აი ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე რას ფიქრობთ თქვენი აზრით? მაქსიმალურად კი დავკარგავთ ეს რამდენად დააზარალებს. ხადია დააზარალებს, მაგრამ პირველ რიგში აი საქართველოში ძალიან ბევრი ონკოპაციენტი ყავს, თუ მინდა ბავშვების პრივატს, რომელსაც ძალიან ვერ ქვეყანაში გადიან და სადაც ჩვენთან მომსახურება ვერ ხდება, არ არის მედიცინური დონეზე განვითარებული, ამ ბავშვებს მიხედავთ, დაფინანსებით ყველაფერი ხდება, აი სოციალურად უმკურნალა არაერთხელ საფრანგეთმა ხო ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან ბევრჯერ და აი ეს ყველაფრის მოსწობას ცდილობენ, ეს უფასო სწავლა რომელიც აქ გრანტები ყველაფერი რატო ამოიღეს რა? სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებით ვერაფერი ვერ თქვათ, ვერ ამოვიღოთ, თქვა ჩავკეტონ, ვეღარ გავიდეთ, ვერ დავინახოთ გარეთ რა ხდება. სოფლიოში რა რეალობაა და როგორც ცდილობთ კორეაში, მხოლოდ დაგვიტოვე ალბათ იმედს, პოზიტივის და უყურებთ ალბათ მაგას ცდილობენ. მათუმელებს უკვე მთავარი რედაქტორი წარს ყველაფერი დამფუძნებელს დაუჭირეს, მთავარ არს აუქმებენ, მხოლოდ მალე ფორმულაზე და ტელეპირობის გადავლება და რჩება მხოლოდ ტელენადეჟი. მოქალაქეებს მაინც აქვთ რწმენა, რომ მათი პროტესტი იქნება შედეგიანი, თქვენ არ გაქვთ იგივე განცდა? მე ამაქვს, აი წმენის გამო დავარ აქ, რომ ჩემი შვილი უკეთეს მომავალში გაეზარდოს და აი ხლა 7 წლისაა და 17 წლის რო გახდება, აი აქ დგომა არ მოუწევს. მე რო 17 წლის ვიდექი, ისეთი რეჟიმი იყო, რომ აი 18 წელს როგორც კი გავხდი აქციებზე ვიდექი მიშაწადი მეთქი და დღეს იმის დგომა მიწევს აქან და იმის აქცნა მიწევს, რომ ეს თავრობა ცუდია და აგრეთვე უნდა წავიდე. ეს ასეთი ცხოვრება საქართველოს ეს სტილი უნდა შეიცვალოს, ეს ცხოვრების სტილი, რომ ვიღაცა არ უნდა განვაფეტიშოთ და არ უნდა გავაბელალოთ რა. ეგაა ყველაზე მთავარი. და დანარჩენს ყველაფერს შეიძლება ხალხის აზროვნება უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, რომ შენი მოყვანილი არის ის და არა შენი ბრძანება. ანუ ხელისუფლება არის ხალხის მსახური და არა პირიქით. აი ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ჩვენთან პირიქით არის, აი როგორ თქვა ბიძინაზე, შენ ცუდი როგორ თქვი, აი შევიდა ვიღაცა გამოდის ხელ დაგარდოს. ან მიშავზე რა ვიცი. მეტი არაფერი სათქმელი არ აქვს და იმედია შეიძლება და გულისა და ბზელა რომ მართლა შეჭდა ყველას. მადლობა აზრის გაზიარებისთვის. არა, მაი ჩაგვეცნე. ცის მონაწილეები ცდილობენ რომ ცოტა გაერთონ, ხიარულება შეიტანონ პროტესტში. დღეს წინა დღეებისგან განსხვავებით რატომაც ბევრად მეტი პოლიციელი დგას. არ ვიცი მათი რაოდენობა გაიზრდება თუ არა. მარიამ
ბათუმელების ლაივში ხარ. რას ფიქრობ ამ ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟზე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? რა შეიძლება ველოდეთ? ფიქრობ თუ არა რომ ეს კრემლის ინტერესია რომ შეგვიჩეროს ევროპამ ვიზა ლიბერალიზაცია? და როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის პასუხი ამაზე? თუ კი ეს კრემლის ინტერესია, მაშინ წესით არ უნდა შეჩერდეს, ხო? და თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად დიდი ზიანი იქნება ეს ამხრივ? არ ვიცი, პროგნოზირება მიჭირს, იმიტომ რომ არ ვარ სამწუხაროდ საგარეო ურთიერთობების ექსპერტი, მაგრამ ალბათ მისარგებლია ვიზა ლიბერალიზაცია და ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო თითქმის ყველას უსარგებლია და სჭირდება ხალხს ეს შესაძლებლობა კონდეთ მიმოსulis განვითარების სწავლის დასავლეთ სამყაროსთან არა მარტო რაღაცა ხშირად მოიხმობენ ხოლმე განათლებისთვის რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ხელმისაწვდომობას შეუფერხებს სტუდენტებს მათ შორის ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ხდებიან ხო ქართველი სტუდენტები ამ პროგრამების და ამ ურთიერთობის გამო და ეს ყველაფერი პრინციპში იქნება დაკარგული არა? კი მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მიადგებათ ადამიანებს რომლებიც იქ მიდიან სამუშაოდ რომლებმაც აქ ვერ იპოვეს სამუშაო ადგილი ვერ დასაქმდნენ რომელსაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დაცვის გარანტიებით და ტოვებს ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებების გარეშე. ეს ადამიანები ამ თავისუფალი მიმოსვლის წყალობით არიან დასაქმებულები და შოულობენ იმდეს, რომ აქ სახელმწიფოსგან მიტოვებულ ოჯახებს, არასრულწლოვან ბავშვებს, მოხუცებს უვლიან და აწუდიან საკვებს, მედიკამენტს, ჭერს. ეს არის ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის მორღვევა და ამის დაკარგვა გამოიწვევს კოლოსალურ ადამიანურ ტრაგედიებს და ჩვენ როგორღაც ეს უნდა დავაპრევენციოთ. კი ბატონო. აი ამ რეპრესიებზე, ჯარიმებზე, რამდენ ხან შეიძლება გაგრძელდეს ეს, ანუ რეჟიმი სანამ არ წავა, მანამდე შეიძლება იცხოვროს ქვეყანა ამ მდგომარეობაში. რეჟიმს ვიდრე არ გადავაგდებთ, ვიდრე არ დავამხობ, ისინი შეეცდებიან დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მოგვიჭირონ. იმიტომ არ ვწყდებით, ხედავენ რომ ბრაზი უკმაყოფილება საზოგადოებაში დღითი დღე უფრო იზრდება და ამის სამართავად მათ სხვა არაფერი ფათაშორის ბოლო პერიოდში რაღაც სამოქალაქო მოძრაობებმა არაერთმა სამოქალაქო მოძრაობამ გააჟღერა რომ უკვე ანუ უნდა წავიდეს წადი გადადექი არალეგიტიმურო ხელისუფლება. ეს მოთხოვნა ხო ადრეც ხომ არ უნდა დაწყებულიყო ვთქვათ, ვიდრე ის რომ რაღაც არჩევნებზე გაკეთებულიყო. თუ ახლაც უკვე დროულია მსგავსი ცოტა ნაივური დამოკიდებულება გქონდა და გვჯეროდა იმის რომ თუ არჩევნებს მოვითხოვდით, ეს უსამართლო ხალხი სამართლიან პირობებში მოგცემდა შესაძლებლობას არჩევნებში დაფიქსირებულიყო ხალხის ნება. ეს შესაძლებლობა ჩვენ მთავრობის მხრიდან გაყალბებამ წაგვარქვა. მოგყარეთ ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაც ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად იყო კიდევ იმედის მქონე ხალხის, ანუ რომელსაც გულუბრყვილოდ სწამს, რომ შეიძლება და ამ დათმობაზე წამოსულიყო, რომ კიდე შეიძლება რაღაცა დათმობაზე წამოვიდნენ. ყველას ვინც იმედიანად იყო რომ ქართულ ოცნებას საღი აზრი შერჩენილი ჰქონდა და რაღაცა დემოკრატიის პატარა ნაპერწკალი ღვიოდა მაინც ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში აწუყვე. დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ხო? ძალიან გაშიშულდა რეჟიმი და დავინახეთ, მას არ ადარდებს ადამიანის უფლებები, არ ადარდებს ხალხი, არ ადარდებს მოქალაქე, არ ადარდებს მისი უფლებები და დემოკრატიაც ეგ არის, ხო? როცა გადადებს ხალხი, უფლებები, თანასწორობა, სამართლიანობა,
ქართული ოცნება დღეს არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა. ეს არის ავტორიტარული რეჟიმი. ის შიშველია ჩვენ ვიცით მის შესახებ, ეცდება კიდე და უფრო და უფრო მეტად. ანუ მარწუხების მოჭერას კიდევ შეეცდება. რა თქმა უნდა, ამაზე უარესი რა შეიძლება გააკეთოს? საზღვარი არა. პრინციპში ყველა რეპრესიული მექანიზმი იყენებს, ხო? უამრავი რამ, ანუ ბოროტებას ხო არ აქვს საზღვარი. უამრავი ბოროტი რამ შეუძლიათ რომ დაგვართონ კანონის მიერად, ესე უსამართლო კანონები ხზან, ჯარიმები გვიწერონ, შეიძლება ქუჩაში ორი კაცის დგომაც აკრძალონ. არ არის გამორიცხული, ასეთი ქვეყნებიც არსებობს. შეიძლება არ ვიცი. სტანის ქვეყნები რო არიან, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ისინი იქითაც სადაც რუსული გავლენები მაღალია, ყოველ დღე უარესდება კი, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა, კი ბატონო. კი ბატონო, აბსურდული რაღაცა საკანონმდებლო რეგულაციები. ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეს უნდა ველოდოთ, რომ ესენი კიდევ და უფრო მეტ გაუგონა სისულელებს დააკანონებენ, ბოროტ ღონისძიებებს გაატარებენ, მაგრამ ყველაფერი ცუდად არ არის, იმიტომ რომ ეს ბრაზი დღითიდღე უფრო მეტად რო იზრდება ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს, ასევე ადამიანები ახერხებენ პოლიტიკურ მობილიზებას, იქმნებიან ახალი მოძრაობები, ყარდება კავშირები, ძლიერდება წინააღმდეგობაც, ხდება ისეთი, როგორც არასოდეს არ ყოფილა ორგანიზებული და სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთი გაიცნონ და სოლიდარობით ხარი დაუჭირონ ერთმანეთს ამ წინააღმდეგობაში და არ ვარ ძალიან ანუ ძალიან დაიმედებული არ უნდა იყოს რეჟიმი, რომ შეიძლება გატყდეს ეს მოძრაობა, ხო? რა თქმა უნდა, არც არიან, ხო ეთყობა რომ არ არიან, რა ეთყობა ქართულ ოცნებას, რომ იმედი აქვთ იმის, რომ ჩვენ დავნებდებით. იციან, რომ არ დავნებდებით და ხო, სწორედაც იციან. ჩვენც უნდა ვირწმუნოთ, ახლა არიან ჩვენში ადამიანები, თქვენი მაყურებელთა შორის, ჩვენს მაყურებელს შორის ახლა შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც ამის არ სჯერა დღეს, მაგრამ ხვალ ირწმუნებს, დარწმუნებული ვარ, ზეგი ირწმუნებს იმის, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით, იმიტომ რომ ეს რეჟიმი დღეს თუ გონია ჩვენს მაყურებელს, რომ ახლა მე მებრძვის მხოლოდ და თქვენ გებრძვით როგორც მედიას, ხვალ მასაც მიაკითხავს და მე უკვე მისთვისაც ნათელი იქნება რეჟიმის სიბოროტის შესახებ. კი ბატონო, პრინციპში ქვეყანა სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია, იქ ვერ იარსებებს თავისუფალი საზოგადოება, ხო? იმიტომ რომ მედია არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლებები. მარიამ, მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ახლა მედიაზე იყო საუბარი, შეგახსენებთ, რომ გუშინ 100 დღე გავიდა, რაც ბათუმელების დამფუძნებელი, მედია მენეჯერი, მზიან მაღლობელი უკანონო ტყვეობაშია, რეჟიმის ტყვეობაში და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მაგალითად მზიან მაღლობელმა ჩაიდინა თქვა სისხლის სამართლის დანაშაული, ის მაინც რჩება უკანონო პატიმრობაში და ამასთან ერთად რეჟიმი აგრძელებს რეპრესიული მექანიზმების მუშავებას. პრინციპში ადრეც გითხარით, კიდევ შეგახსენებთ, რომ ყოველდღიურად ცდილობენ ისინი, რომ დააჯარიმონ ადამიანები ქუჩაში დგომის გამო, ტროტუარზე დგომის გამო და შემდეგ ოფში ჩაწერონ, რომ თითქოს ამ ადამიანებმა გადაკეტეს გზა, რაღაცა არასწორად დააყენეს ავტომობილით გადაკეტეს გზა მაშინ, როცა საერთოდ არ ყავს კონკრეტულ მოქალაქეს ვთქვათ ავტომობილი და აი ასეთი ოქმებით და ასეთი ცრუ ბრალდებებით ცდილობენ ისინი, რომ რეპრესიები გაატარონ მოქალაქეებზე და ცდილობენ, რომ თითქოს ამით დააშინონ, მაგრამ აქ მყოფი ადამიანები, რომლებიცაც თქვენ ხედავთ და თვალს ადევნებთ თითქმის ყოველ საღამოს, ძალიან პრინციპულად დგანან თავიანთი უფლებების დასაცავად, ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის დასაცავად და მიიჩნევენ, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს და მან ვერ უნდა შეძლოს საქართველოს სრული იზოლაცია ევროკავშირისგან, ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტა და ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურის საბოლოოდ გაფორმება.
ციალა ბათუმელების ლაივში ხარ, ხშირად ხარ ჩვენს ლაივში, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც მოვისმენ თქვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ჯერჯერობით პოლიტპატიმრები არიან ისევ რეჟიმის ტყვეობაში, მათ შორის დაკავებულია მზიაც ამაღლობელი. და ვიცით რომ აღდგომის დღესაც კი არ დაინდეს მოქალაქეები, ხო? მართლა არაფრის გამო, აი კადრებში ვხედავდით, რომ ადამიანები იდგნენ და ქრისტე აღსდგა ამ სიტყვისთვის, მივარდა პოლიციელი და დააკავა მოქალაქე, ხო? რა არის ეს რეჟიმი, რა სტადიაზე გადავიდა, რომ აღდგომის დღესაც შეუძლია ქრისტე აღდგას გამო დააკავოს საქართველოს მოქალაქე. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი აი წინა ცხოვრებაში რა საკითხებზე მქონდა შეხება იმ თემებზე ვისაუბროთ, ვესაუბრა კორუფცია, სხვა ტიპის პრობლემები ქალაქში, მუნიციპალიტეტებში, მასწავლებელთა ვითარებაზე. კი, თუმცა რა ვიცი, თითქმის 157 დღეა მეგონი ვსაუბრობ იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არის და ის დღე გაიხსენეთ აღდგომის და მეორე დღე, როდესაც დააკავეს ადამიანი ერთ-ერთი ყველანი უსაფუძვლო უსამართლო, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების მათ შორის პირობებში თავდაცვის სამინისტროს HR-ს ხელმძღვანელობდა, როგორც ყვებიან და ეს, რა ვიცი, ეს არის მაგალითი, რომ მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შემხებლობა მქონია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ან იმ სტრუქტურასთან და ზუსტად ვიცი, რა შინაარსის და რა ცხოვრებისა წამსის ღირებულებების ადამიანი შეიძლება ყოფილიყო და პრინციპში ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, ხო? წურმიანის კომისია დისკრედიტაციას როცა ეწევა ნორმალურ ესეთ თანაბრად დალაგებულ ქვეყანაში თავდაცვის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს არ უნდა უწევდეთ საკუთარი ქვეყნის დაცვა გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც ეწევიან ესედაც, იმიტომ რომ მათი სამსახურეობრივი ცხოვრებისეული მთავარი მოვალეობა არის ამ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების დაცვა და ხო წარმოვიდგინეთ ამ ადამიანებს ქუჩაში უწევთ საპროტესტო აქციებზე დგომა და საკუთარი ქვეყნის დაცვა ყველა ფრონტზე ხო წარმოვიდგინეთ, რომ რა ვიცი გუშინ 100 დღე შესრულდა მზიას უკანონო პატიმრობიდან, ისევე როგორც 100 დღე შესრულდა იმ დღიდან, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზიამისმა უფლებამოსილება უნდა შეეჩერებინათ გებუაძისთვის, მაგრამ იმ რაღაცა უფლებამოსილების გადამეტების და იმ ძალადობრივი სასტიკი არჰუმანური მოპყრობის თაობაზე, რომელზეც საუბრობს მზია ამაღლობელი, მის უფლებადამცველები, ასე უშუალოდ მეც მივმართე გენერალურ ინსპექციას ირაკლი გებუაძის მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საქმეთა სამინისტროში და არათუ ის კამერები, რომელიც ზუსტად ვიცით რომ არსებობს ამოიღეს, არამედ არ უსაუბრიათ არც ერთ სხვა ადამიანთან გარდა სრულმოწმე პოლიციელების. აგერ არის ჩვენთან წეღან შევახსენე კიდეც გვესტუმრა ერთ-ერთი სრულმოწმე ბატონი გოჩა ვანაძე, რომელსაც აი წეღან ჩავიარეთ და ყველას მივესალმე გარდა გოჩა ვანაძისა, იმიტომ რომ ეს არის იდენტიფიცირებული, რა ვიცი, როდესაც სახელმწიფო ვერასრულებს საკუთარ ფუნქციას, სადაც ვერ ჯის სრულმოწმე თუ სხვა ტიპის პოლიციელებს, მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, სადაც უნდა იქ განვიხილოთ ეს საკითხი სასამართლოში, იმ ადგილას, სადაც ის ცხოვრობს, მაგალითად ხორჯომში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში როდესაც საქმიანობს ხორჯომში, მასთან როგორც ხორჯომის კვირთან ქონდა კომუნიკაცია და სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ვიტყვი, რომ ამ ქალაქს მართავს მოძალადე პოლიციელი, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე და ორი მოადგილე ყავს, ორი სრულმოწმე, ორი დამნაშავე, გიორგი ჯალავა და გოშა ვანაძე. ამ რეალობაში ცხოვრობ ჩვენ რეალურად დღეს და იმედი მაქვს, რომ მოესწრებით ძალიან მალე იმ დროს, როდესაც ყველა მოძალადე პოლიციელი, ყველა სრულმოწმე პოლიციელი სამართლიანი სასამართლოს წინაშე არა ესე ორკესტრირებულად დადგმული სპექტაკლებით, არამედ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული მასალებით აღმოჩნდებიან კისოსებს მიღმა. მადლობა, თიალა.
რაღაცას აპირებენ აქ მე მგონი. ჩვენთვის საინტერესო ამბავი ხდება? რა ხდება? მოიცა. რა ხდება? მოიცა ეგრე არიშლება. მოტყნა ბეღი. რაღაცას აპირებენ, ნახოთ, რას აპირებენ? რას აპირებენ? არავი ეგრე არიშლება. საპირველო ხუმრობა არის დაგვიანებული. ნებანი ხუმრობენ. ლარა შენ იცი და მე მე რაცინე. პოლიციელებს ძალიან ეშინია კარვის გაშლის და ამიტომ ეხუმრებიან მოქალაქეები. ეცა გოგო არ მასე არა. თითქოს კარავშლიან. ხალხო მოდით გაგაშლავინე კარავი კაცო. აგვეხმარე. მოდით აგვეხმარე. მეგობრებო, ასევე შეგახსენებთ, ვინც თვალს ადევნებთ ჩვენს ლაივს, რომ 25 აპრილს ბათუმში გაიმართება აქცია ზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. როგორც ჩვენთან მოისმინეთ რაღაც ჩართვაში, ზია ამაღლობელი 100 დღეა, მე 100 დღეა უკვე, 101 დღეა უკვე პრინციპში რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ეს შეხვედრა ევროპის მოედანზე ბათუმში 18 საათზე გაიმართება და ვინც კი ფიქრობთ და მიიჩნევთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა ამ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ვისაც გათავისებული გაქვთ ეს, რომ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვისთვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. გელით ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ 25 აპრილს 18 საათზე ევროპის მოედანზე და ასე გამოხატოთ თქვენი სოლიდარობა თავისუფალი მედიის მიმართ და ასევე მხარი დაუჭიროთ ზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას და ჩვენთან ერთად მოითხოვოთ, რომ ზია აღარ იყოს უკანონო პატიმრობაში. მეგობრებო, შეგახსენებთ ასევე, ვინც ახლა შემოგვიერთით, რომ უკვე 157 დღეა ქვეყანაში საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული მოთხოვნები, ადამიანები ითხოვენ, რომ რახან 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარებულია, არ აღიარა საქართველოს მოსახლეობამ, არ აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, პარტნიორმა სახელმწიფოებმა და ქართული ოცნების ხელისუფლება მიიჩნევა ანტიკონსტიტუციურ არალეგიტიმურ ხელისუფლება დღეს, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუციები. მოსახლეობა მოითხოვს თავისუფალ გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს, ასევე მოითხოვენ, რომ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც ამ საპროტესტო აქციების დროს დააკავა რეჟიმმა და ისინი ცრუბრალდებებით არიან, ყალბი ოქმებით იმყოფებიან დღესაც პატიმრობაში და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ აქვს და ვერ აღერხებს ბრალდების მხარე წარმოადგინოს მათი დანაშაული, დაადასტუროს, დაამტკიცოს, რასაც ედავებიან, მაინც იმყოფებიან ეს ადამიანები უკანონო პატიმრობაში და ბუნებრივია ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ასევე, რომ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ადამიანები, ასევე გაჟღერდა ბოლო დღეებში ახალი მოთხოვნა, თუკი აქამდე ითხოვდნენ, რომ უნდა ჩატარებულიყო ახალი არჩევნები, ეხლა უფრო მკვეთრი მოთხოვნა აქვს მოქალაქეებს და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს რეჟიმი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და სწორედ ამის შემდეგ სამართლიან გარემოში უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მხოლოდ ასეთი არჩევნები იქნება აღიარებული საქართველოს მოსახლეობის მიერ.
საპროტესტო აქციები ბათუმის გარდა თითქმის ყოველ ღამე ინტენსიურად იმართება თბილისში, ასევე ზუგდიდში, პერმანენტულად ქუთაისშიც და სხვადასხვა პატარა ქალაქებში. აი ბათუმში და თბილისში ყოველ ღამე ტარდება ეს საპროტესტო აქციები და როგორც ჩვენთან ჩართვებში ისმენთ ხოლმე და დღესაც მოისმინეთ, ხალხი ამბობს, რომ ისინი იდგებიან მანამ, სანამ არ იქნება მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას და არ წავა ქართული ოცნების რეჟიმი მიტაცებული ხელისუფლებიდან და არ დათმობს ძალაუფლებას. მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში გვისმენდით, გვიყურებდით, თვალს ადევნებთ ჩვენს ინფორმაციებს, ჩვენს ლაივებს. მე დროებით დაგემშვიდობებით და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. დროებით.